გამარჯობა მეგობრებო. დღეს After Effects-ში უნდა შევქმნათ დედამიწა, რომელიც არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი. დავიწყოთ პირდაპირ. პირველ რიგში ვქმნით ტრადიციულად ახალ კომპოზიციას და დავარქვათ დედამიწა. დავაჭიროთ OK-ს. მერე უნდა ჩავიწეროთ დედამიწის მაპის ფიზიკური რუკის ფოტო Google-დან, რავი, ნებისმიერი. ტრადიციულად გიჟივით გავხსენე Google-ი, ჩავწერე world map 4K რას ნიშნავს 4K, ანუ იმას არა, რაც მიმში არის. ანუ ძალიან კაი ხარისხი რომელიც არის. ნუ ჩავიწერე პირველივე. Download. უბრალოდ save as. ჩაწერის მერე პირდაპირ მოვკიდებთ ხელს და გადმოვაგდებთ After Effects-ში. ასე მარტივად. მერე რა ხდება ახლა? ამ ფოტოს გადმოვიტანთ ჩვენ თავარ composition-ზე, თუ composition-ში, არ ვიცი როგორ არის რა. დავაჭერთ ესე. როგორც ხედავთ, საშინლად დიდი არის. ჩვენ შეგვიძლია ესე ხელით ვიმაიმროთ რაღაცები, მაგრამ After Effects აქვს ესეთი ფუნქცია, რომ პირდაპირ ამის ზომა გავხადოთ ჩვენი ფოტო. ამის ზომა რა, ანუ ამ ეკრანის ზომა რა. ამისთვის რა გვინდა? უნდა გქონდეს არჩეული აი ეს რაღაცა, ანუ ფოტო, რაც ჩაგდებულია, აი ნახეთ, არჩეული რო არის ოდნავ მუქად არის, როცა არ არის არჩეული, არ არის ოდნავ მუქად. შესაბამისად, უეჭველი უნდა ავირჩიოთ ეს, მერე მარცხენა ზედა კუთხეში მოვდივართ ლეიერი ეგრევე, მერე უნდა მოვძებნოთ ტრანსფორმი. ტრანსფორმი გახსნის კიდე რაღაც დებილობებს აქეთ ამ მხარეს. და აი ამდენი წვალების მერე უკვე შეგვიძლია რომ დავაჭიროთ fit to comp. ანუ კომპოზიციას მოვარგეო. ესე ითარგმნება დაახლოებით. დავაჭერთ და ჰოი საოცრება. ეხლა რა შეასაქმე, როგორ შეგვიძლია რომ ეს გადავაქციოთ დედამიწად. After Effects აქვს ესეთი ძალიან მარტივი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება ეფექტები, რომელიც არის მარჯვენა ზედა კუთხეში. გვერდით, აი აქ. შეიძლება ესე იყოს და არ შეგიშინდეთ, დავაჭიროთ ჩამოიშლება. აქ უნდა მოვძებნოთ ძალიან მარტივი ეფექტი CC CC Sphere, ესე ქვია. Sphere. ინგლისურად CC Sphere რა მოკლედ. ამას დავაჭერთ. შეგვიძლია აქვე დავაგდოთ, შეგვიძლია აქ დავაგდოთ, ერთი იგივე არის. გავუშვი ხელი. არაფერი სხვა არ გამიკეთები. და ჰოი საოცრება. შეიქმნა დედამიწა. ეხლა ერთ შეხედვით ეს ჰგავს, რომ თითქოს არის 3D. მაგრამ სინამდვილეში არ არის 3D. ამ მთელი მუღამი ეს არის, რომ ზოგჯერ თვალი გვატყუებს ხოლმე რეალობის აღქმა, ხო ეგრე არის რა. ზოგჯერ გვატყუებს თვალი რაღაც რუღაც. და After Effects გვეხმარება, რომ ზოგჯერ სხვების თვალებიც მოვატყუოთ ესე მარტივად. ჩვენ წინაზე ვისწავლეთ, რომ ობიექტი რო იყოს 3 განზომილებიანი, მას უნდა ჰქონდეს 3 განზომილება და აი აქ უნდა იყოს მონიშნული. ამიტომ ეს არ არის აქ მონიშნული. შესაბამისად არ არის 3 განზომილების. ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს შევამოწმოთ. აქ არ გვინდოდა გადასვლა. აი მარცხენა ზედა კუთხეში არის ამის ფუნქციები. აქ გვაქვს light-ი, ანუ სინათლე, რომელიც აი ესე მოძრაობს. და თუ დამოღმეთ განათება ძალიან დიდ როლს თამაშობს ობიექტის 3D აღქმადობაში, ასე ვთქვათ. დავარესეტოთ ეს. და rotation-ი რას ნიშნავს? შეგვიძლია რომ დავატრიალოთ ეს ჩვენი დედამიწა. რატომაც არა. მაგალითად, აი ეს შეგვიძლია დავატრიალოთ. ან ეს. ტრიალი შეგვიძლია. აქედან შეგვიძლია რომ განათების რაღაც რუღაცეები შევცვალოთ. მაგალითად, ინტენსივობა გადავანათოთ. სახე გაეძრო პლანეტას. თუ შენი შემთხვევით ისე უკან წამოვედი, რომ ვაფშე ყველაფერი გავაქრე ბოდიშით. ორი წამის დებილობა ცოტა მოვზუმოთ, იმიტომ რომ არ ჩანს არაფერი წესიერად. და ეს შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა სკეილინგიდან. და ესეთი მარტივი რაღაცა არის rotation-ი ძგავ. აქედან არაფერს არ ვცვლით, პოზიციიდან პოზიციას ვცვლით. აქედან როგორც ხედავთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. და light. ეს იყო და ეს. ნუ ეს იყო და ეს რა, ეხლა ამის მერე ესეთი იდეა არის, რომ
პატარა ანიმაცია დავადოთ. ნუ After Effects ეგ არის, Animotion-ი არის, მეტი არაფერი, ეს სამონტაჟო პროგრამა არც არის. შესაბამისად, ეხლა გვაქვს დედამიწა და ცოტა ხანი შევისვენოთ და მე ეგრევე ჯიგულად რამე პატარა ანიმაცია დავადოთ.